გადაცდომ ეთიკის ქარტია, შიდა კომუნა, რომელსაც ყველა ანგარიშს უწევთ, მაგრამ ის რომ თქვენ მე მეუბნებით რომ ეს არ თქვა, ეს უკვე ცენზურაა. მიხვდრაშია საქმე. კიდევ ხალბატონო მე მგონი ამდახავთ ყველა ვისაუბრე. მე არ გეუბნები თქვენ რაიმე ან უნდა თქვათ, ან არ უნდა თქვათ. მე გთავაზობთ და საბჭო გთავაზობთ. დავიწყოთ დისკუსია და გავავლოთ ზღვარი, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება ვიღაცის პიროვნების შეურაცხყოფა. ამაზე იცით რამდენი ხნის წინ არის ზღვარი გავლებული და ნაფიქრი ფილოსოფოსების საუკუნეების წინ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებით ადგენილია და დემოკრატიული საზოგადოებები ამ სტანდარტს მიყვებიან. ვისთან ვიმსჯელოთ ჩვენ ამაზე ლევან მურუსიძესთან? არა. რა თქმა უნდა არა. ვისთან აბა? ევა გოცირიძესთან? ყველა ერთად ერთად როგორ მიმჯელოთ? აი ჩვენც ვჯელობთ ახლა ამაზე. ჩვენი მხრიდან ჟურნალისტები ჩვენ ვერ დავწერთ ახალ ფილოსოფიურ ტრაქტატებს გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც უკვე დაწერილია. დაწერილია ეს საუკუნეების წინ. მე წავიკითხე კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ და კიდევ გეუბნებით, მე როგორც იურისტი ძალიან ბევრ ხარვეს ვხედავ, რომ ბევრი რამე არ არის დარიგებული. ანუ კანონი შესაძლებელია. ნახეთ თქვენ მითხარით რომ კანონმდებლობაზე არ